ჩვენ ვართ ერთნახევარისვანი და დღეს თქვენ იხილავთ მძიმე დაპირისპირებას ჯეკოსა და ChatGPT-ის შორის. ChatGPT სხვათა შორის ძალიან კარგად იცნობს ჯეკო ჭელიძეს და იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. ამიტომაც მან შემოგთავაზა ისეთი ვარჯიშები, რაც ჯეკოს კომფორტის ზონიდან გამოიყვანს და საინტერესოა რამდენად კარგად გამოკვლევდება ჯეკო ამ ყველაფერს. რას ფიქრობ ჯეკო, მზად ხარ? ჯეკო სულზად არის. რა თქმა უნდა. ჯეკო უკვე გახურებულია, მზად არის. პირველი ვარჯიში იქნება კარგი გასახურებელი. ეს იქნება წოლჭიმზე 100 კილოგრამით მაქსიმალური გამეორება. როგორ ფიქრობ, შენი არის და დაახლოებით რა გამეორებებზე ვლაპარაკობ? ო დაახლოებით 30-ჯერ მე მგონი უნდა ვქნა. 30-ჯერ 100 კილო გამზადებული არის. როგორ გზნობ თავს ჯეკო? განწყობა არის მშვენიერი და წოლჭიმზე გამოჩნდება ყველაფერი. გვაგლია ჯეკო. ტექნომუსიკები გვაგლია რაღაც. მუსიკა გვაგლია, მაგრამ არა უშავს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 დავაი ჯეკო 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 ჯეკო 35 უნდა გააკეთო უეჭველი, დავაი. 32 33 კიდე შეიძლება. არა 30-ო მაქსიმუმ. რამდენად კვაყოფილი ხარ ამ შედეგით? არა 30-ჯერ მქონდა განაკეთები და 33-ჯერ კარგი შედეგია. კეთილსაც შეიძლება. არა 33 რა ამბავია. ჩვენ წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ აგრეთვე შეჯიბრების ხრა გეგმებიც ჰქონდა და აბა რა შედეგები ჰქონდა, როგორ წავიდა ყველაფერი. შედეგები არის დამაკმაყოფილებელი და ვემზადები ახლა ამ წლის ბოლოს არის საჯარაში ჩემპიონატი. აი ამ შეჯიბრისთვის ვემზადები. აი იქ უნდა ვაჩვენო ჩემი მაქსიმუმი იქაც. და ვეცადო პირველი ადგილის აღებას. წარმატებები ჯეკო პირველ რიგში, მაგრამ დღესაც მაქსიმალური ზრდადება მოგიწევს. მზად თუ ხარ შემდეგი ვარჯიშისთვის? რა თქმა უნდა. გადმოვით მეორე გამოწვევას ჯეკოსთვის, რომელიც დღეისთვის იქნება ცალი ხელით ატაც. და ვეცდებით ახლა გავიდეთ მაქსიმუმზე. ძალიან საინტერესოა ჯეკო რა შეძლებს აი ამ წონასთან. ახლა არის 40 კილოგრამი ღერძზე, ჯერ კიდევ ხურდება. ოკეი. ჩემი აზრით ჯეკო შეძლებს 80 კილოს აკროს. ჯეკო ახლა შევა 50 კილოზე. მიუტრიალდი და უკვე აზეული იყო. დიდი ჯეკო ძლიერად ფეხებიდან კარგად 60 კილო არაფერია, შენც მიდი. დავაი. წავიდა. ცოტა ღერძი რო იყოს ის კარგია რა. ხელსოსაკედი რო ქონ შუაშვა. არა უშავს. პატივცემულო ბიუბიუ მოგმართავთ. ისევ და ისევ სურს რო იყო თქვენი გენმოდიფიცირებული ქათმის სახე. გთხოვთ ამი კავშირით და დამას მოსწორეთ. გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე, ეს არის ორძელი და დღეს ჯეკო შეეცდება რომ ორძელზე გააკეთოს დამატებითი წონით ერთი მაქსიმალური გამეორება და საინტერესოა რა წონად შეძლებს ასრულოს. ასურველი რა იქნებოდა შენთვის აი ახლა ერთ გამეორებაში რო გააკეთო? ნუ ალბათ 80 კილოზე შეიძლება შევიდე ნახოთ დღეს. ოთხმოცი კილო ძალიან ბევრია, მართლა ძალიან ბევრია. გადავალთ ახლა სავარაუდოდ 60 კილოზე და მე უკვე მაქსიმუმისკენ შევიწევ. ნამეტანიოლი ხო არ იყო, მადუცემული? ჰა? ეი მე მგონი. ო მაი. მოკლედ ეხლა წონა არის 80 კილო, ზუსტად ჩემი წონა არის. ჯეკო შეთვალეთ რომ მე ვკიდი ვარ წელზე. ჯეკო? შაშალო. შეგიძლია. ეს არ ჩატი შემიწინ. დავარ. ორ. იზი, ჰა? კარგია. დავამატო წონა ჯეკო თუ საკმარისია? ეს მეყო. მეყოფამ. როგორც იცით, მე და გიორგი დავინტერესდით კლავჭიდით. ამის გამო სპეციალურად თბილისიდან მოვიწვიეთ არამ კლავჭიდელი, რომელიც დღეს გავუკეთებთ ძალიან საინტერესო ფოკუსებს. მე ვარ არამ კლავჭიდელი, პროფესიონალი კლავჭიდელი და ჩემი მთავარი სპეციალობაა ფოკუსების კეთება. ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები, სიმღერა, ორკესტრი, თუ რამე არსებობს ყველაფერი ეგეთი, ხატვა, კამარ ექიმი. ექიმი,
მეც. და სანამ ჯეკო ისვენებს, ეხლა გვექნება ესეთი საინტერესო პაუზა. მოკლედ თუ გაოცდებიან მაყურებლები ამ ფოკუსით და თუ გაოცდება ჯეკო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არხი უნდა გამოიწვიოს, ხო? რა თქმა უნდა, გამოიწვიოს. თუ არ გაოცდებით, დაგვიწერეთ, თუ არ გაოცდით ერთი ვინ ხარ თუ არ გაოცდით გიორგის ფოკუსებს. აი ამ დასტას. აი ესე ჩამოყრი და სადაც გინდა შენი სრულისამებ სტოპ მითხარი. მზად ხარ, ხო? Stop. იყოს. აიღე კარტი თუ გინდა შევცვალოთ. წარმოვიდგინე რომ ეს დასტა რაც აქ მიდევს ვითომ მიჭირავს ხელში. აი ვითო. აი გავხსენი პაჩკა ამოვიღე კარტი, აი პაჩკას აგედავდებ, ავჩეხავ. აი შენც მოჭერი რომ ჩაწყობა და რამე არ იყოს. ეხა ნებისმიერი ერთი კარტი ამოირჩიე, რომელიც მინდა. ნახე რა კარტია? კამერასაც აჩვენე. და მითხარი რა კარტია მეც. ტუზიგული. ეგ ტუზიგული დააბრუნე უკან. ჩემ ოღონდ ეგრე არა, გადმოატრიალე და ის. აი ანუ ეხლა რა ხდება? აი ამ დასტაში ყველა კარტი არის სახით ერთ მხარეს, მარტო შენი ტუზიგული არის პირიქით გადმოტრიალებული, ხო? აი ჩავდე პაჩკაში. და ეხლა გავხსნათ კარტი. აი როგორც ხედავ, აქ აბსოლუტურად ყველა კარტი იყურება სახით მაღლა, ხოლო ერთი კარტი არის გადმოტრიალებული, რომელიც არის ამოიღო? კი. უზიგულა. ეს უეჭველი ჩაწყობილია წინას არ ქონდა გამზადებული და შინდა ჯეკო შეთანხმებულები ყავთ. ხო ასე არ ჯეკო? არანაირი. ახლა leg extension-ზე დავჯდებით რა, დავსვამთ ჯეკოს, პატივცემულადაც გავომაქსავთ და ნახოთ რამდენ გამეორებას გააკეთებს ჯეკო. ნახოთ. 100, 200. ნახოთ. ჯერჯერობით გახურდება. ახლა ჯეკო შევა მაქსიმუმზე და იზამს რა ვიცი 700 გამეორებას. პირველი აუცილებელი ატრიბუტი ნიშადური. მოტივაცია საზუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ მოტივაციას პოულობ ნიშადურში. ტექნო გაუშკონებაში და სწორია. ტექნო მუსიკა არ გვაქვს საზუხაროდ, მაგრამ ყველაში. თომის 1 2 3 4 5 6 ჯეკო ინფლაცია? რა მოხდა? ყველაფერი ფილმია ჩაიარა, რა მოხდა? ალბათ ამ ყველაფერი. გვაგო იმით პატივცემულა. გადავედით შემდეგ ვარჯიშზე. короче, კაც დაეზარა. ახლა ისევე არაორდინალური ვარჯიში ჯეკოსთვის. აზიდვები. ცოტა მეზარება ეს ვარჯიში, მაგრამ ნახოთ რა გამოვა როგორ გამოვა. 1 2 3 4 მიდი 10-მდე უნდა ავიდეთ 5 6 7 8 9 10 მეგონი იდეალურია. შვენიერი ჯეკო რამდენი კილო ხარ? 100 კილო. თან აუცილებლად გასათვალისწინებელია წინა ვარჯიშები საკმაოდ ძალას გამოაცლიდა ჯეკოს, ამიტომ წინა განსაკუთრებით. აქვე ჩვენი მოწვეული არამკლავჭიდელი. ცდილობს რომ კლავჭიდი. დასრულდა ბოლო ვარჯიშის და რავი, რა ვთქვათ რა, მე მგონი ჯეკოს სუსტ წეტილები არ აქვს. ეს იყო უფრო სახალისო ვიდეო ვიდრე რაღაც ესეთი ან ინფორმაციული ან რაღაც მსგავსი, ამიტომ თქვენ როგორ გმაყოფილი ხართ დღევანდელი ვიდეოსი ჯეკო? სრული მასშტაბით და როგორც ახლა ვიდეოს მოხდვისთვის არ იყო ცუდი ვიდეო და შემდეგში კიდევ დავხვეწოთ და უფრო კარგი ვიდეოები შემოვთავაზოთ მაყურებელს. ათის მიღმა იყო წერან ჯეკო ამბობდა რომ ესო გახურებაც არ არისო და ეხლა რო დავასრულეთ ვიდეო ჯეკომ დაიწყოს თავისი ნამდვილი ვარჯიში. რა თქმა უნდა. ამ ჩვენ მოვეთ იმის რო გვეყურებენ და გეყურებ ჩვენ მოვეთ იმის რო გვეჩვენებენ და ჯეკოს გათელოა, მოთელოა რაღაცა ეგეთი. და ახლა დაიწყებს ჯეკო ზედამკერდი მხარი რაღაცა ესეთ, ხო? ნამდვილ ვარჯიშებს რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგ ვიდეოში მეტი შოუ იქნება კიდევ. ეცდებით სად ესეთ ყველაფერი ტექნო მუსიკის მომზე რა თქმა უნდა. ეცდებით უკეთესი გარემო იყოს რა თქმა უნდა. მუსიკის მხრივ ცოტა ყვირილი საშუალება. რა თქმა უნდა. გამოიწერეთ არხი. გვადევნებთ თვალყური, დავდებთ ახალ ვიდეოებს და დალაიქეთ ეს ვიდეო. დროებით.